მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. თქვენ უყურებთ გადაცემა რენტგენის მორი გამოშვებას. დღეს ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ მთელი სიმამაცე, რაც გაგვაჩნია, რადგან ვილაპარაკებთ პატრიოტთა ალიანსზე. რა არის ამ მისტიური გაერთიანების საიდუმლო? რატომ მოახერხეს მათ პარლამენტში 8 თუ 6, მინიმუმ 6 პატრიოტის გაყვანა? რა აქვთ მათ ისეთი, რაც არ აქვთ სხვა ბარიერს მიღმა დარჩენილ პარტიებს? პირველ რიგში, რაც თვალში გვხვდება, ეს არის ტელევიზია, ობიექტივი. აქ ყველაფერია, შემეცნება. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ მთვარე თლად ბურთი არ არის. ის უფრო კვერცხს გავს ვიდრე ბურთს. საგარეო პოლიტიკის უკომპეტენტურესი ანალიზი. კანცლერი გერმანიის რომ მივიდა თავის პიტარასტი, ისა რა ქვია, ის რომ გათხოვდა მინისტრი. საგარეო საქმეთა მინისტრი გათხოვდა. ცოლი მოიყვანა. ცოლი მოიყვანა კაცი, მივიდა და მიულობს ამას უყურებს მთელი გერმანიის ახალგაზრდობა, მთელი მსოფლიო. ბერლინის მერი პიდარასტი იყო. და რა თქმა უნდა, გართობა. I feel good. Someone makes it. დიახ, პატრიოტების ლიდერის ირმა ინაშვილის ტელევიზია მართლაც ძალზედ მრავალფეროვანია. ზუსტად ისეთი მრავალფეროვანი, როგორიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმოდგენები თავად ქალბატონ ირმაზე. მაგალითად, ნაცებისთვის ის ბოროტი ძალების ბოროტი წინამძღოლია. ხოლო პატრიოტულად განწყობილი ძალებისთვის კი იგი მზაკრობასთან მებრძოლი ნამდვილი ამორძალი გახლავთ. და მაინც რატომ მოიგო ირმამ და მისმა ალიანსმა არჩევნები? მოდით ნაბიჯ-ნაბიჯ გავაანალიზოთ ყოველივე. პირველ რიგში მას გააჩნდა მასებისთვის ძალიან გასაგები მესიჯ ბოქსი. კარგად ვილოცებ, ვეზიარები და წამოვალ. რა თქმა უნდა, ირმას გამოარჩევდა ასევე მეინსტრიმული body language. და ოპონენტთა ცხარე დისკუსიაში დამარცხების უებარი საშუალება. აქ მოდით ერთი რისი თავი გაქვთ მანახე. მოდი აქა. გარდა ირმასი, პატრიოტების წარმატებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ ალიანსის მამაკაცურმა, თუმცა რაღა მამაკაცურმა, ყველაფრის საწყისმა ბატონმა თარხან მოურავმა, რომელიც იმდენი პოპულარული ადამიანის შთამომავალია, რომ ახლა ჩამოთვლა რო დავიწყო, ახლა ეს აკუმულატორი კამერისა დაჯდება და გადაცემა გაფუჭდება. აქედან გამომდინარე, ბატონი თარხან მოურავის ადგილი არ არის პარლამენტში. მას უფრო ღმერთთან ახლოს დისლოცირებული პოსტი შეეფერება. Здравствуйте, царь. Очень приятно. Царь, очень приятно, царь. Очень приятно. Здравствуйте, царь. Очень приятно, царь. Царь, очень приятно. Здравствуйте, царь. Очень приятно. Очень მართალია ბატონ დავითს ერთხელ აბრევიატურის აღრევაში დასდეს ძალიან მნიშვნელოვანი ბრალი. რო იცოდეთ, KFC არის ორგანიზაცია, რომელიც ქათმის ფრთებს ყიდის. თუმცა იგი იმ სიმაღლიდან უყურებს აი ამ აბრევიატურებს, რომ იქიდან KFC, GFK და ლევისი ერთ პატარა ბუზანკალად ჩანს. მოკლედ, მეტნაკლებად გავარკვიეთ, რატომ მოხდა ისე რომ ბარიერი გადალახეს პატრიოტებმა. ახლა გავარკვიოთ, რას გააკეთებენ პარლამენტში. ერთი რამ ცხადია. ერთი რამ ნამდვილად ვიცით, რას თუ არა ვის გაუკეთებენ. მართალია, იმ ვიღაცამ შეიძლება შენდობას თხოვოს არაერთხელ, მაგრამ პატრიოტების პასუხი დანამდვილებით ვიცი, აი ასეთი იქნება. Может, не надо, Шурик? Надо, Федя. Надо. Мама. მოკლედ ვიქონიოთ უკეთესის იმედი, ვიქონიოთ იმის იმედი, რომ ამ ეგზეკუციების გარდა კიდევ რაღაცას მაინც გააკეთებს პატრიოტების ალიანსი და ამით დავამთავროთ გადაცემა. კი, ბევრი რამ შეიძლება ითქვას მათზე, მაგრამ კარგად მახსოვს ირმას ეს შეგონება. აი ყველას გიმახსოვრებთ რა. მე ყველას დაგივლით სათითაოდ. ამიტომ ვამთავრებ.